საქმეზე დღეს 10 პირიანი საქმის განხილვა მიმდინარეობს. განსაჯელი სკამზე არიან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები, ვისაც ჯგუფურ ძალადობაში ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას ედავებიან. დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიწყო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და ჩვენ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენდით იმას, რაც ადასტურებს, რომ მურთაზ ზოდელავას და ამ შემთხვევაში პაატა მანჯგალაძეს არ ქონიათ ძალადობისკენ მოწოდებები და ყველა სატელევიზიო ეთერში სწორედ ამახვილებდნენ ყურადღებას იმაზე, რომ ეს იყო არა ორგანიზებული შეკრება, არამედ ხალხის ერთობის დღე, სადაც არაძალადობრივად უნდა დაესრულებინათ ქართული ოცნების რეჟიმი. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას დღეს დაცვის მხარე. აქამდე გამოკვლეული მტკიცებულებები ის მოწმე პოლიციელები, რომლებსაც მოусმინეს, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა და უკანასკნელი თვეების განმავლობაში დაიკითხნენ, მოსამართლის წინაშე ადვოკატების მტკიცებით ვერაფერს ადასტურებენ, ვერ ადასტურებენ იმას, რომ განსაჯელი სკამზე მყოფი პირები დამნაშავეები არიან. ჩვენ დღეს დავიწყებთ დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევას, მათ შორის დავიწყებთ ვიდეო მასალის წარმოდგენას. მაგალითად, თქვენ იცით, რომ საქმეში არის წარდგენილი ვიდეო მასალა სრულად, რომელიც ასახავს ჩემი დაცვის ყოფის, მაგალითად და არა მხოლოდ სხვა პირთა ყოფნას და ქცევებს, მოქმედებებს ორბელიანის მოედანზე, სადაც არ ჩანს არც ერთი კანონდარღვევის ფაქტი და მაშინ როცა ბრალდება და პროკურატურა თვეების განმავლობაში უკვე ამტკიცებდა, რომ მაგალითად პაატა ბურჯულაძემ ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა, ჩვენ გვაქვს ვიდეო და არ მხოლოდ ჩვენ გვაქვს ქვეყანამ ნახა ეს ვიდეო, სადაც ჩანს პაატა ბურჯულაძე, რომელიც პოლიციელებს მოუწოდებს თხოვს ძალა არ აღმართონ საკუთარ ხალხზე. ბრალდების მხარე მორჩა მტკიცებულებების გამოკვლევას, მე შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ არც საქმეში არ არის და არც პროცესზე შესაბამისად არ გამოკვლეულა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის ირაკლი ჩურკიას მხრიდან იმგვარი ქმედების ჩადენას, რასაც ედავება პროკურატურა ამ შემთხვევაში მას ეს არ აკმაყოფილებს არა მხოლოდ გონივრული ეჭვის სტანდარტს, არამედ დასაბუთებული ვარაულის სტანდარტს, შესაბამისად მისი პროცესის განმავლობაში პატრონობაში ყოფნაც კი არ არის გამართლებული, ასე რომ რა თქმა უნდა გამამართლებელი განაჩენი უნდა დადგეს ირაკლი ჩურკიას შემთხვევაში გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი მტკიცებულება არის 13 წამიანი ვიდეო, სადაც 6 წამის განმავლობაში ეპიზოდურად ჩანს და არაშავებს არაფერს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებს აქვთ განსაზღვრული, რომ მხოლოდ ვიდეო მტკიცებულებებს გამოიკვლევენ სხვადასხვა ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებებს 4 ოქტომბრის დიდ შეკრებამდე, თუმცა მომდევნო სასამართლო პროცესებზე უკვე ჩვენებას მისცემენ განსაჯელი სკამზე მყოფი პირები, მისი ჩვენებებითაც არც გამოძიების ეტაპზე დაინტერესებულა პროკურატურა და არც სასამართლოს ხდომათა დარბაზში.